ესენი გახსოვთ ხო, ვინც არიან? დურეკ შოვინი და ჯორჯ ფლოიდი. დურეკ შოვინი იყო პოლიციელი, რომელმაც დაკავების დროს მოკლა ჯორჯ ფლოიდი. კისერზე მუხლის ზეწოლის გამო. და ქვედა ორი ახალი ამბავია, ყველამ კარგად იცით, ვინც არის. ეს ამბავი მოხდა 2020 წელს და როგორ მახსოვს ის ვიდეო რო იყო გავრცელებული, რო ეხვეწებოდა ეს საცოდავი ზანგი ჰაერი არ ყოფნის მაო ამიშვიო და ის არ უსმენდა. როგორ შემეცოდა მაშინ ის ნაბოზარი გამიზნულად მოკლა. მაგრამ მაშინ ის კი არ თქვეს, რომ პოლიციელმა ძალას გადაამეტა და უკანონო მოიქცა და ამის გამო მოკლა ადამიანიო. რასობრივ ნიადაგზე მოკლაო და ამერიკაში კი არა, მთელ მსოფლიოში საპროტესტო ტალღა აგორდა. და ასეთი ლოზუნგიც ჰქონდათ, შავსაც შობს დედაოთ, რაღაც ასეთი ლოზუნგი იყო ინგლისურად რა. და დღეს შავმა ზანგმა რომ მოკლა თეთკანიანი გოგო, იცო შიზოფრენიკი იყო, კაცო. ესე იგი ზანგი რო კლავს თეთკანიანს. შავებშიცაა ცუდი და თეთრებშიც და თეთრი რო კლავს ზანგს, უეჭველი რასიზმია. დღეს არის თეთრი რასიზმი. ხო, ყველა ვიცით ეგა. და ამას ახლა რო ვლაპარაკობ, ხარ გონია რაღაცა სოფლიო პრობლემის გადაჭრა მინდა. ეგ სოფლიო პრობლემას მე კი არა, სახელმწიფოები ვერ ჭრიან. მე სხვა რაღაცის თქმა მინდა. ეს ამბავი საერთოდ აგვისტოში მომხდარა თურმე. და მალავდნენ. და როცა გამჟღავდა, როცა გაიგო მთელმა ქვეყანამ, ქართულ არცეთ არს და ქართულ არცეთ ჟურნალისტს ამაზე კრინტი არ დაუძრავს. წარმოიდგინეთ, ის გოგო უკრაინელი იყო, უკრაინელი მოკლეს და ხმა არ ამოუღიათ. იმიტომ რომ ქვეშაჯვია, ჩასურილი მემარცხენე რადიკალები არის დღეს ყველა ჟურნალისტი. დღეს ჟურნალისტიკა არ არსებობს. ტელევიზია მარტო ის კი არ არის, რა ქვია, კამერები და ტელევიზორები. ჟურნალისტებისგან ხო შედგება ტელევიზია. და ესენი ჟურნალისტები არ არიან. ესენი არიან გაღწნისკენ მიმავალი ბიოლოგიური მასა. დღეს ყველა ჟურნალისტი საქართველოში. მეტი არავინ. და წარმოიდგინეთ, ახლა ამათი გავრცელებული და ამათი მოწოდებული ახალი ამბები რა დონის გაფილტრულია იმის და მიხედვით, რისი თქმა შეიძლება და რისი თქმა არ შეიძლება, ან რისი თქმა აწყო და რისი თქმა არა. აი წარმოიდგინეთ და მიდით და ამათ უყურეთ მე. ამის თქმა მიდოდა მეტი არ აქვს.